კობახიძემ ტაჯიკეთიდან დაანონსა, რომ მომდევნო ვიზიტი ყაზახეთში ექნება. ივლისში კი საქართველოში უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები ჩამოვლენ. ოცნებამ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობები პრიორიტეტად გამოაცხადა და ეს ყველაფერი სატრანზიტო ფუნქციის განვითარების მოტივით ახსნა. ტაჯიკეთთან კობახიძემ 11 შეთანხმება და კომუნიკე გააფორმა. პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტით კმაყოფილია. მიხაილ შვიტკოი, რომელიც თბილისში კინოსპექტაკლებს დაესწრო, ამბობს, რომ რუსულ-ქართული კულტურული კავშირის გაწყვეტა უაზრობაა. პოლიტიკა დროში ცხოვრობს, კულტურა კი მარადიულია, ამბობს ის პროპაგანდისტულ გამოცემასთან ინტერვიუში. პუტინის წარმომადგენელი თბილისში 14-15 ივნისს იმყოფებოდა. ფრონტის ხაზი სხვაგან გადის. დონალდ ტუსკი უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებს ემოციების დამშვიდებისკენ მოუწოდებს. პოლონეთის პრემიერის თქმით, ამ კონფლიქტით მხოლოდ პუტინი ხარობს და ზელენსკიმ და ნავროცკიმ დაძაბულობა აღარ უნდა გააღვივონ. ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევით კრემლი კმაყოფილია. მედვედევი წერს, რომ მას ახლა მეტი ადგილი აქვს თავის მწვანე ჰუთზე ჰიტლერის რკინის ჯვრისთვის. პოლონეთში ანტიპუტინისტი მხატვრის მკვლელობაში ბრალდებულს, რომელსაც ქართული პასპორტი აქვს, ელნური ჰქვია და აზერბაიჯანულად საუბრობს. ახალ დეტალებს ადგილობრივი მედია ავრცელებს. 36 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ის ბრალს არ აღიარებს. პოლონეთის პოლიცია კი ვარაუდობს, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო.